თბილისის მერი გიგი უგულავა შვეიცარიის ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად განხორციელებული პროექტები განიხილეს და ახალი სტანდარტების შემუშავებასა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს. პროექტის სოციალური სახლების ფარგლებში უკვე 8 სახლი აშენდა, სადაც სხვადასხვა სოციალური კატეგორიის 52 ოჯახი შესახლდა და ბინებით დაკმაყოფილდა. ახალი სოციალური სახლი დიდ დიღომში შენდება, რომელიც ნოემბრის ბოლოს დასრულდება და ახალი ბინებით კიდევ 24 ოჯახი დაკმაყოფილდება. მნიშვნელოვანი იქნება ახალი ცენტრალური მთავრობის ხედვა საერთოდ სოციალურ საცხოვრისთან და საბინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩვენ რა თქმა უნდა გავივლით კონსულტაციებს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრთან, რომ გქონდეს ერთიანი მიდგომები თუ როგორ განვავითაროთ მომავალში სოციალური საცხოვრის სისტემა. უნდა უფრო ფართო მასშტაბიანი ბინები აშენდეს, რომლითაც უფრო მეტი მოსახლეობა იქნება დაკმაყოფილებული. ეს იყო თბილისის მერთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა. შვეიცარიის განვითარების სააგენტო და თბილისის მერია ერთობლივად განახორციელებენ სამშენებლო პროექტებს, რაც ძალიან მახარებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი მფლობელების ყოლა, რაც ნიშნავს, რომ საქმეში მერია და მისი ადმინისტრაცია იქნება ჩართული. გარდა ამისა, ჩვენი გამოცდილება ჩამოვყოთ სხვა ქვეყნებიდან, სადაც მსგავს პროექტებს ვახორციელებთ.